ძვირფასო სტუმრებო ევროპის დღე თბილისში. საგამოფენო ცენტრ ექსპო ჯორჯიაში საქართველოს სხვადასხვა კუთხიდან ათასობით სტუმარმა მოიყარა თავი. საგამოფენო სივრცე იდეების, კულტურისა თუ საერთო ღირებულებების ნამდვილ დღესასწაულად იქცა. პავილიონებში წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემატური გამოფენა, სანახაობები, შემეცნებითი კუთხეები თუ ტრადიციული ნობათი. თითოეული წევრი ქვეყნის მაგალითზე ნაჩვენები იყო გამოგონებები, იდეები, შემოქმედება, მუსიკა თუ ტექნოლოგიები. დღეს მნიშვნელოვანი დღეა, ჩვენ ახლა ვიმყოფებით ექსპო ჯორჯიაში, სადაც არის სხვადასხვა შემეცნებითი აქტივობები, კუთხეები განთავსებული ბავშვებისთვის, ასევე მოზარდებისთვის. ძალიან საინტერესოა, რომ ჩვენს ქვეყანაში ასეთი შესაძლებლობა გვეძლევა, რომ მრავალფეროვანი ინფორმაცია გავიგოთ და განვითარდეთ, ასე ვთქვათ. საქართველოს სხვადასხვა კუთხეებიდან ჩამოსულ საქართველოს მოქალაქეებს წარმოდგენილი ჰქონდათ თავიანთი ტრადიციული პროდუქცია. მათ შორის აღმოვაჩინეთ აფხაზეთიდან დევნილი ქალბატონი, რომელიც ხელსაქმეს ეროვნული ატრიბუტიკით აფორმებს. აია ცანავა გახლავართ, ვარ აფხაზეთიდან დევნილი მეწარმე. ჩემი სამუშაო შემოისაზღვრება ქართული ორნამენტებით მოხატული გობელენის ქსოვილებით და ამათგან ვამზადებ სხვადასხვა ასორტიმენტის ნივთებს. ეს არის ჩანთები, რანერები, მაგიდის გადასაფარებლები და სულ 23 სახეობის ნაწარმია. ამასთან ერთად მე ვარ სპეციალობით ქიმიკოსი, ინჟინერ-ქიმიკოსი კერამიკის განხრით და საერთოდ აფხაზეთში ძალიან ძვირფასი შემადგენლობის თიხა არსებობს და ყოველთვის მაღალი კულტურით კეთდებოდა ნაკეთობები. კაი გათხრებიდან სულ ამოაქვთ გათხრებში თიხის ნაკეთობები და ჩვენც შევძელით აფხაზეთთან დაკავშირება და ისინი ერთმანეთს უზიარებთ გამოცდილებას. ცალკე პავილიონი დაეთმო ევროკავშირის წევრ ქვეყნებს. ნახოთ რა ხდება აქ. So today we celebrate the Europe Day. It's the European Union integration, which is a very important day to celebrate in Georgia with all our friends. ჩვენ ავღნიშნავთ ევროპის დღეს. ეს ძალიან მნიშვნელოვანი cuisine, Italian culture, Italian poetry with the students of the Italian school Tiscari. So happy European Day, viva l'Italia! Roman Jobat, I'm ambassador of Lithuania. Happy Europe Day to all of Georgian people. So and let me say that ლიეტუვა ამაყობს, რომ ევროკავშირის წევრია და ეს არის ერთ-ერთი კარგი, რაც შეიძლება მომხდარიყო ლიეტუვას ისტორიაში. აქ წარმოდგენილია ლიეტუვას ტრადიციული კერძები, წიწვოვანი ხე, ეროვნული პროდუქტი. ეს წარმოადგენს ჩვენს ისტორიას და კულტურას. speciality spike tree, very delicious national traditional product, sweet one that is must try. So really represents our traditions, our history, our Lithuanian cuisine. Madloba. Thank you. Today is Europe Day, when we celebrate the unity and diversity of the European Union.
That's why today here in Expo Georgia in Tbilisi. საკმაოდ ბევრი ხალხია წარმოდგენილი სხვადასხვა სტენდთან. რა თქმა უნდა, აქ მონაწილეობს ჩემი ქვეყანაც, ნიდერლანდები. წარმოდგენილი გვაქვს ეროვნული ყველი გაუდა, ასევე ტრადიციული ტკბილეული. Gouda cheese and stroopwafels. And the kids also get to paint Dutch wooden shoes. Europe Day is very important for Poland. We are part, I would even say heart of Europe. We are also relatively fresh. ევროპის დღე ძალიან მნიშვნელოვანია პოლონეთისთვის. ჩვენ ვართ ევროპის გული. ჩვენ ვართ წარმატების თვალსაჩინო მაგალითი, თუ როგორ განვითარდა პოლონეთი. ძალიან ვაფასებთ ევროკავშირს. ის ძალიან გვეხმარება განვითარებაში. იგივე ვუსურვებს საქართველოს. ჩვენ გვაქვს ძალიან კარგი ურთიერთობა საქართველოსთან, ისტორიულად, ხალხით და ბევრი სხვა მიმართულებით. So we feel part of Europe and we very much appreciate Europe and European Union because it helps us to develop. მრავალფეროვანი დღე, მრავალფეროვანი კულტურით, ისტორიით, ტრადიციით. აი, ასეთი დატვირთული იყო თბილისური ევროპის დღე 2026.